ომში სირთულე ხშირად ეფექტურობად მიიჩნევა. ხალხი ფიქრობს, რომ უფრო განვითარებული, რთული და ძვირადღირებული იარაღი ან სტრატეგია აუცილებლად უკეთესია, ვიდრე შედარებით მარტივი და ხელმისაწვდომი ალტერნატივები. თუმცა ისტორიამ დაამტკიცა, რომ ყველაზე გადამწყვეტი გამარჯვებები შეიძლება ყველაზე მარტივი იდეებიდან მოდიოდეს. უკრაინამ ეს კონცეფცია არაერთხელ აჩვენა რუსეთთან ომის განმავლობაში. მაშინ როცა მოსკოვმა მილიარდები ჩადო უიმედო ჩიხში შესულ პროექტებში, რომლებიც თავიდანვე განწირული იყო იმედგაცრუებისთვის. მაგალითად, რაკეტები, რომლებიც ვერ ეშვება და თანამედროვე გამანადგურებლები, რომლებიც არასდროს აფრენილან. კიევმა ბევრად უფრო ეფექტურად გამოიყენა იმპროვიზირებული ტაქტიკა და საკმაოდ მარტივი სისტემები. და ეხლა მან გამოიყენა ალბათ ყველაზე მარტივი მათ შორის. სულელურად მარტივი ღობის ბოძის ბომბი, რომელმაც რუსი ჯარები აბსოლუტურ პანიკაში ჩააგდო, როცა გააცნობიერეს შემზარავი სიმართლე. მათთვის აღარ დარჩა ადგილი, სადაც დამალვას შეძლებენ. ჩვენ არ ვიცით ამ ბომბის სახელი, მაგრამ ვიცით, რომ მისი ფოტოები ელვის სისწრაფით ვრცელდება რუსულ სოციალურ ქსელებში. ამ ფოტოებზე ჩანს უკრაინული დრონის ახალი ტიპის ბომბი, რომლის ერთ ბოლოზე კუდის ფრთებია, ხოლო მეორე ბოლოზე ბასრი ლითონის წვერი, რომელიც გავს იმ მიწის შვერილებს ღობის ბოძების ბოლოში რომ აქვთ, რათა მიწაში ჩასვლა გაუადვილდეთ. საჭირო არ არის სამხედრო ექსპერტი იყო, რომ მიხვდე, რისთვის არის ეს ბომბი შექმნილი. ეს არის შემღწევი ბომბი, რომლის ბასრი ბოლო განკუთვნილია იმისთვის, რომ გაარღვიოს კონსტრუქციები და მისცეს ბომბს შენობაში შეღწევის ან მიწაში ჩაძირვის შესაძლებლობა, სანამ აფეთქდება. ეს წარმოუდგენლად მარტივი მოწყობილობაა. ყველაფერი, რაც უკრაინამ რეალურად გააკეთა, იყო ის, რომ აიღო სტანდარტული ბომბი, რომელსაც უპილოტო საფრენი აპარატი UAV შეძლებდა ჩამოეგდო და ბოლოს ლითონის წვეტი მიამაგრა. ამის მსგავსი რაღაცის წარმოების ღირებულება წარმოუდგენლად დაბალი იქნებოდა და ამ ბომბების მასიურად დამზადება საერთოდ არ იქნებოდა რთული. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს საბრძოლო მასალა საკმაოდ მარტივია, მიიჩნევა, რომ რუსი სამხედრო ბლოგერები ძალიან შეშფოთებულნი არიან იმ საფრთხით, რომელსაც ის წარმოადგენს. და ეს ადვილად გასაგებია. უკრაინის დრონების არმიის განვითარებასთან ერთად, ფრონტის ხაზები რუსი ჯარისკაცებისთვის სულ უფრო მომაკვდინებელი ადგილი გახდა. მუდმივად უწევთ ცისკენ ყურება, რომ დრონების რაიმე ნიშანი ან ხმაში ამჩნიონ, რადგან იციან, რომ მათი სიცოცხლე წამებში შეიძლება დასრულდეს. მართლა, ამ ჯარისკაცებიდან ბევრს გაუმართლებს, თუ ფრონტის ხაზის სასიკვდილო ზონაში ერთ კვირას მაინც გადაურჩება, ხოლო ყველაზე საშიშ ადგილებში სიცოცხლის ხანგრძლივობა დღეებით ან საათებით კი არა, წუთებით იზომება. შედეგად რუს ჯარისკაცებს მოუწიათ ადაპტაცია. მათ მოუწიათ გზების პოვნა, რომ ამ სასიკვდილო ზონებში გადარჩენის შანსი გაეზარდათ. იმ ადგილებში, სადაც მათ გარკვეული ტერიტორიული კონტროლის დამყარება შეუძლიათ, მოახერხეს ანტიდრონული საშუალებების მოთხოვა, როგორიცაა ბადეები, მავთულის გალიები და ფოლადის ბადის საფარები გზებსა და ბილიკებზე. ეს მათ უადვილებს ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილებას, ან თუნდაც მანქანების გამოყენებას, უკრაინული დრონის მხრიდან იოლი დარტყმის ან ზემოდან ბომბის ჩამოგდების შიშის გარეშე. სხვა ადგილებში კი რუსული ჯგუფები იძულებულნი არიან უბრალოდ დაიმალონ და საუკეთესოს იმედი იქონიან. როდესაც ისინი შემდეგ მიზნებზე გადაადგილდებიან, შეტევის ჯგუფებმა ისწავლეს თავიანთი თავის დაფარვა პლედებით ან ხეების ქვეშ, ან ბუჩქებში დამალვა, იმ იმედით, რომ ვერ შეამჩნევენ. ხანდახან ეს მუშაობს, მაგრამ ხშირად არა. ლელადგან ბევრი უკრაინული დრონი თერმული კამერებით არის აღჭურვილი, რაც რუს ჯარისკაცებს ადვილად შესამჩნევს ხდის. მაშინაც კი როცა გონიათ, რომ დამალულები არიან. თუმცა თუ რუსები ქალაქებს ან სოფლებში უუნებლად მიაღწევენ, ხშირად ადგილობრივ სარდაფებსა და ბუნკერებში აფარებენ თავს. მართლა ბოლო წლებში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ მცირე რუსული ჯგუფები ჩუმად შედიან უკრაინულ დასახლებებში, მიწის ქვეშ იმალებიან და დროს ელოდებიან, ან სანამ მოულოდნელ თავდასხმას განახორციელებენ. ასევე გვინახავს, როგორ აშენებენ რუსები ბუნკერებს მტკიცე ხის სახურავებით, რომელთა ზედაპირზე 1 ფუტამდე მიწაა დაყრილი, რათა აფეთქებებიდან ამსხრევები შეიწოვოს. უკრაინისთვის რთულია ესეთ ტაქტიკებთან გამკლავება. თუნდაც უკრაინის ძალებმა გაარღვიონ, სად აფარებენ თავს რუსები, მათ შეიძლება რამდენიმე დრონისა და ბომბის გამოყენება მოუწიოთ მიწისქვეშა სამალავების გასანადგურებლად. ეს დროს მოითხოვს, რაც რუსებს საშუალებას აძლევს, ან საპასუხო დარტყმა მიაყენონ, ან გაიქცნენ. სხვა მხრივ, უკრაინას შეუძლია საკუთარი შეტევითი ჯგუფები გაგზავნოს სარდაფებისა და ბუნკერების დასაპყრობად, მაგრამ ამ ტაქტიკას გარკვეული რისკი ახლავს თან. ეს გულისხმობს იმას, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს სიცოცხლის რისკის ქვეშ უწევთ ყოფნა, რასაც ქვეყნის მეთაურები ყველანაირად ცდილობენ აირიდონ თავიდან. თუმცა ღობის ბოძის ბომბი თამაშის წესებს ცვლის. მისი წვეტიანი ძირის წყალობით ამ ბომბს საკმაოდ მარტივად შეუძლია გაარღვიოს ანტიდრონული ბადეები და მავთულბადე, ასევე გაჭრას სარდაფის კარები ან ბუნკერის სახურავები. ამ კონცეფციაში ახალი არაფერია. სინამდვილეში გამჭოლი ბომბები ან ბუნკერების გამანადგურებლები თითქმის საუკუნე არსებობს. პირველი მაგალითები მეორე მსოფლიო ომის დროს გამოჩნდა. მაგალითად, გერმანიის ლუფტვაფემ შეიმუშავა სარაკეტო ძრავით აღჭურვილი ჯავშან-გამტანი ბომბების სერია, რომლებსაც იყენებდნენ გემებისა და გამაგრებული სამიზნეების წინააღმდეგ. დაახლოებით იმავე პერიოდში ბრიტანელმა ინჟინერმა ბარნს უოლისმა, რომელიც მხტუნავი ბომბის გამომგონებელია, შექმნა ორი სხვადასხვა ტიპის ბუნკერ-საწინააღმდეგო ბომბის დიზაინი.
5 ტონიანი ტოლბოი და 10 ტონიანი გრანდ სლემი. ამ ეგრეთ წოდებული მიწისძვრის ბომბებს მიამაგრეს კუდის ფრთების ფრთები, რომლებიც ბომბებს ვარდნისას ატრიალებდა და საშუალებას აძლევდა დაეგროვებინათ დიდი სიჩქარე მიწაზე დაცემამდე და გაერღვიათ გამაგრებული ზედაპირები. 1980-იან წლებში შეერთებულმა შტატებმა აღადგინა ბანკერ ბასტერის კონცეფცია და შექმნა 2000 ფუნტიანი 900 კილოგრამიანი ბლუას 9, რომელმაც საბოლოოდ გზა გაუხსნა გაცილებით დიდი მასიური გამჭოლი ბომბის, მოაბის განვითარებას. 30,000 ფუნტიანი, 14,000 კილოგრამიანი ბომბის სურჩხული, რომელსაც შეუძლია ასობით ფუტი მიწის ან რამდენიმე ათეული ფუტი გამაგრებული ბეტონის გარღვევა აფეთქებამდე. მიუხედავად იმისა, რომ მათი დიზაინი და შესაძლებლობები წლების განმავლობაში საკმაოდ განსხვავდებოდა, გამჭოლი ბომბები ყოველთვის ინარჩუნებდნენ იმ ძირითად მახასიათებლებს, რომლებიც მათ სტანდარტული ან ზოგადი დანიშნულების საბრძოლო მასალისგან გამოარჩევს. პირველ რიგში მათ როგორც წესი აქვთ ვიწრო და წაგრძელებული ფორმა, რაც ეხმარებათ ჰაერში სიჩქარის აგრეფაში. ასევე აქვთ წვეტიანი ან აეროდინამიკური ცხვირი, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ ბომბმა მიწაში შეაღწიოს ან გამაგრებული მასალები გაარღვიოს. ისინი ასევე როგორც წესი გამაგრებულია, რათა შეძლონ დარტყმის მომენტის გადატანა ისე, რომ არ დაიშალონ ან მაშინვე არ აფეთქდნენ. მრავალ მათგანს ასევე აქვს დაგვიანებული მოქმედების ამფეთქებლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ბომბი მხოლოდ მას შემდეგ აფეთქდეს, რაც წარმატებით გაარღვევს დამცავ ფენებს, რომლებიც მის ნამდვილ სამიზნეს იცავს. მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება ძალიან მარტივად გამოიყურებოდეს, BLU-109-ის ან მოაბის მსგავს ბომბებთან შედარებით, უკრაინის ღობის ბოძის ბომბიც ამავე ძირითადი დიზაინის პრინციპებს მისდევდა. მას აქვს იგივე გამაგრებული კონსტრუქცია და იგივე გამჭოლი წვერი. Forbes-მა დრო დაუთმო და ბომბის ხელმისაწვდომი სურათები უფრო დეტალურად გამოიკვლია. მათ შენიშნეს, რომ ერთ-ერთ სურათზე ჩანს თოლსონის 300 მმ-იანი ხეხი, რომელიც მათ გამოიყენეს როგორც მასშტაბი, რათა გაეგოთ რა ზომის იყო ბომბი. ამაზე დაყრდნობით მათ დაასკვნეს, რომ წვეტიანი ბოლო ყველაზე მეტად ან აღებულია, ან დამზადებულია იმ წვეტების მიხედვით, რომლებიც სტანდარტულ 100 მმ-იან ღობის ბოძებზეა. თუმცა არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება. როგორც Forbes-ი წერს, ტიპური კომერციული ღობის წვეტები ფურცლის ლითონისგან იშტამპება და შემდეგ მანქანურად შედუღდება ფორმაში. თუმცა ბომბზე არსებული წვეტი, როგორც ჩანს, ხელით არის შედუღებული. უფრო მეტიც, თავად ლითონი უფრო სქელია ვიდრე ის, რასაც სტანდარტულ ღობის წვეტზე ნახავდით. ასე რომ, თუნდაც წვეტი თავდაპირველად იყოს ის, რასაც სამშენებლო მაღაზიაში ნახავდით, უკრაინამ დრო დაუთმო მის ღირებულ მოდიფიკაციებს, რათა გაეძლიერებინა და უკეთესად მოერგო მის მიზანს, ბუნკერებში შეღწევასა და სხვა მასალების განგმირვას. Forbes-ის გათვლებით, თუ ასეთი ბომბი, რომლის წონაც დაახლოებით 25 ფუნტია, ანუ 11 კილოგრამი ჩამოაგდეს, რამდენიმე ასეული ფუტის სიმაღლიდან ჩამოგდების შემთხვევაში, მას უნდა შეეძლოს მინიმუმ 1 ფუტი მჭიდროდ შეკრული მიწისა და ქანის, ან დაახლოებით 4 ფუტი რბილი ნიადაგის განგმირვა. და უკვე არსებობს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ბომბი ზუსტად იმას აკეთებს, რაც ჭირდება. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ეს ღობის ბოძის ბომბი მოქმედებაში. ის საკმაოდ ნათლად აჩვენებს სწორედ ამავე ბომბს, თუმცა სხვა ფერის კუდის ფრთებით, რომელიც ზემოდან შენობაში აგდებენ, სადაც იმ დროს შესაძლოა რუსი ჯარისკაცები იმალებოდნენ. შევხედავთ, როგორ ეცემა ბომბი მიწას, მაგრამ ის მაშინვე არ ფეთქდება. არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ სხვა ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბების მსგავსად, ღობის ბოძის ბომბს დაყოვნებული ასაფეთქებელი აქვს, რაც მას საშუალებას აძლევს შეაღწიოს და მიაღწიოს სამიზნეს აფეთქებამდე. რამდენიმე წამში ჩამოგდების შემდეგ ბომბი ფეთქდება და აფეთქება იმდენად ძლიერია, რომ გარშემო არსებულ ნაგებობას სერიოზულ ზიანს აყენებს. ის იაფია, მარტივია და თამაშის წესებს ცვლის. მაგრამ სანამ ავხსნით, რატო თუ ასეთი ტიპის ანალიზი გსურთ უფრო ხშირად, დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვშლით ყველაფერს დეტალებად. ეხლა ღობის ბოძის ბომბს შეუძლია ფრონტის ხაზზე ომის სახე შეცვალოს. ამ დროამდე რუსებს შეეძლოთ გარკვეული მომარაგების ხაზების დაცვა და მიწის მონაკვეთების შენარჩუნება მათი ანტიდრონული ზომებისა და გამაგრებების დახმარებით. უკრაინას შეეძლო ამ ადგილებზე შეტევა, მაგრამ ამ შეტევების ეფექტურობა ყოველთვის შეზღუდული იყო. ბევრი დრონი და ბომბი ფუჭადი ხარჯებოდა, რადგან ისინი ეჯახებოდნენ ბადეებს, მესრებს ან ბუნკერების სახურავებს, ნაცვლად იმისა, რომ დაეთხათ ყველაზე მნიშვნელოვან სამიზნეებს, როგორიცაა რუსი ჯარისკაცები, ტექნიკა და სხვა რესურსები. თუმცა ამახამმა ბომბა ეს პრობლემები თავადვე გადაჭრა. ეხლა მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენ ანტიდრონულ ბადესა და ღობესაც ააშენებს რუსეთი. ღობის ბომბი პირდაპირ გაარღვევს მათ. კრემლის ფარები ვერანაირ დაცვას ვერ უზრუნველყოფს. უკრაინის არსენალში ამ ახალი ასაფეთქებელი იარაღის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი არ არის. წარსულში უკრაინას მოუწევდა ერთსა და იმავე ადგილზე რამდენიმე ბომბის ჩამოგდება, უბრალოდ იმისთვის, რომ ბუნკერში შესასვლელი გაეხსნა. ეს არა მარტო არაეფექტური და დროის მომხარჯველი საქმე იყო, არამედ იმასაც ნიშნავდა, რომ რუსებს საკმარისი გაფრთხილება ჰქონდათ და საკმაოდ მარტივად შეეძლოთ გაქცევა, სანამ მათი თავდაცვა დაირღვეოდა. ღობის ბოძი საერთოდ არ იძლევა გაფრთხილებას. ის რუსებს არ აძლევს არანაირ უპირატესობას ან წინასწარ მოქმედების საშუალებას. ერთი დათქმით მას შეუძლია მთელი ჯარისკაცების ჯგუფების განადგურება, ბუნკერების სახურავების გარღვევა და მთელი ნაგებობების ჩის ჩამონგრევა იქ მყოფებზე, სანამ ისინი მიხვდებიან რა დაარტყათ.
თუნდაც ყველაზე კარგად დაცული ბლინდაჟებიც კი გაუჭირდებათ გადარჩენა ზუსტი ღობის პოზდათქმის შემთხვევაში. და საუკეთესო ის არის, რომ უკრაინას უკვე აქვს ის დრონები, რომლებიც ამ საბრძოლო მასალების მიტანას შეძლებენ. წლების განმავლობაში კიევის ძალები იყენებდნენ ისე დრონებს, როგორიცაა ვამპირი, მძიმე ბომბდამშენი, ასევე სხვა მოდელებს, როგორიცაა ყაზანი, ჰევიშოთი და ნემესისი. მიუხედავად იმისა, რომ მათი სახელები და ტექნიკური მახასიათებლები შეიძლება განსხვავდებოდეს, ისინი ყველა ძირითადად ერთსა და იმავეს აკეთებენ. ბომბებს გადახავთ ბრძოლის ველზე და მტერს ზემოდან ურტყამენ, რაც მინიმალურ დროს აძლევს მოწინააღმდეგეს რეაგირებისთვის ან თავის ასარიდებლად. ზოგიერთი მათგანი კი შეუძლია 33 ფუნტი, ანუ 15 კილოგრამი ტვირთი ჩამოაგდოს. სამიზნეებზე, რომლებიც 10 მილის, ანუ 16 კილომეტრის მანძილზე. რუს სამხედროებს ამ ყველა დრონისთვის საერთო სახელწოდება აქვთ: ბაბა იაგა, სლავური ფოლკლორის ლეგენდარული ბავშვების მჭამელი ჯადოქარი. ამ ჯარისკაცებისთვის ბაბა იაგა ბომბდამშენები ალბათ ყველაზე საშიში რამაა, რაც შეიძლება ბრძოლის ველზე შეხვდეთ. ბაბა იაგა დრონის ზუზუნიც კი საკმარისია, რომ ყველაზე გამაგრებულ რუს ჯარისკაცსაც კი ზურგში ცივი ჟუანტელი გაუშვას, რადგან მათ კარგად იციან, რისი გაკეთებაც ამ დრონებს შეუძლიათ. თუმცა ადრე მაინც ამ ჯარისკაცებს შეეძლოთ გარკვეული სიმშვიდე ან ნუგეში ეგრძნოთ, თუ მოახერხებდნენ ბუნკერში შესვლას ან ანტიდრონულ ბადეს ქვეშ დამალვას. ეხლა ეს სიმშვიდეც აღარ არსებობს, რადგან შემდეგი ბაბა იაგა დრონი, რომელსაც დაინახავენ, შეიძლება აღარ ატარებდეს სტანდარტულ ნაღმდგორცნის ჭურს ან ტანკსაწინააღმდეგო ნაღამს. შეიძლება სულ რამდენიმე წამში ეს დრონი პირდაპირ თავზე დააგდებს ხობის ბოთს, რომელიც მარტივად გაჭრის ნებისმიერ დაცვას, რაც კი გზაზე შეხვდება. ეს მოიცავს ბადეს, ქსელს, მიწას, ფოთლებს და სხვა ბევრ რამეს. გარდა ამისა, უკრაინის ბევრი საბომბე დრონი აღჭურვილია ჭკვიანი დამიზნების პროგრამით, რაც მათ საშუალებას აძლევს მოძრავ სამიზნეებზე, მაგალითად სათვითოებზე და სხვა მანქანებზე ზუსტად დაარტყან. ასე რომ, თუნდაც რუსებმა გააცნობიერონ, რომ საბომბე დრონები მათკენ მოდიან და სცადონ გაქცევა, ფეხით ან ნებისმიერი მანქანის დახმარებით რაც ხელთ აქვთ, მაინც უსაფრთხოდ ვერ იქნებიან. და ეს აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი გახდა მძიმე საბომბე დრონები ომის ამ ეტაპზე და მათ უკვე უწოდებენ ფრონტის ხაზის დაუფასებელ გმირებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ძალიან ბევრი ახალი ამბავი და სათაური ყურადღებას ამახვილებს პირველი პირის ხედვის კამიკაძე, დრონებსა და პატარა კვადროკოპტერებზე, რომლებიც უბრალოდ პირდაპირ მტრის ტანკებში მიფრინავენ და შეჯახებისას ფეთქდებიან. ეს სწორედ ის ტიპის დრონებია, რომლებზეც რუსეთმა სულ უფრო მეტად გაამახვილა ყურადღება უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის განმავლობაში. მისი ქახნები ათასობით FPV დრონს აწარმოებენ წინა ხაზისთვის, ხოლო გრძელდისტანციური დარტყმის დრონები უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე ისვრიან. უკრაინამ შექმნა FPV დრონების არმია, თუმცა ამასთან ერთად დრო დაუთმო დივერსიფიკაციას და სხვა ვარიანტების, მაგალითად ბომბდამშენების შესწავლასაც. ამ დრონების სილამაზე იმაშია, რომ მათი ერთჯერადი კამიკაძე ანალოგებისგან განსხვავებით, ისინი მრავალჯერადად გამოსაყენებელია. ერთი დრონი შეიძლება მრავალ საბრძოლო გაფრენას განახორციელოს, ფრონტის წინა ხაზზე რამდენიმე ათეული ფუნტი ასაფეთქებელი ტვირთი მიიტანოს და შემდეგ ბაზაზე დაბრუნდეს შესავსებად. ეს უკრაინას საშუალებას აძლევს თითოეული ერთეულიდან ბევრად მეტი სარგებელი მიიღოს. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ბაბა იაგა ბომბდამშენების წარმოება, როგორც წესი, უფრო ძვირი ჯდება ვიდრე FPV დრონების, ისინი ბევრად უფრო დიდ მოგებას იძლევიან, რადგან ერთ უპილოტო საფრენ აპარატს შეუძლია მრავალი რუსული სამიზნე გაანადგუროს, სანამ საბოლოოდ ჩამოაგდებენ. უკრაინის ბომბდამშენი დრონები ასევე წარმოუდგენლად ზუსტია და ხშირად ნადირობენ, ღამით, სიბნელის საფარში, ნოთა რუსები ფიქრობენ უსრომ უფრო უსაფრთხოდ არიან. შეტევითი ჯგუფები ხშირად გადაადგილდებიან სახლიდან სახლში მზის ჩასვლის შემდეგ. ჩუმად დარწმუნებულები, რომ მტრის დრონის პილოტები ვერ დაინახავენ მათ, როცა ჩრდილებში იმალებიან. მაგრამ ბაბა იაგებს შეუძლიათ სიბნელეში დანახვა და სამიზნეების გასანადგურებლად საოცარი სიმარტივით მოქმედებენ. არსებობს ცნობები, რომ ამ დრონ-ბომბდამშენებმა გაანადგურეს სატვირთოები, ჯარისკაცების კონცენტრაციები, ბუნკერები, სადლობის პუნქტები და საჰაერო თავდაცვის სისტემებიც კი. და ზოგიერთი შეფასებით, ამ დრონებმა შეიძლება რუსულ საომარ მანქანას უფრო დიდი ზარალი მიაყენონ, ვიდრე ჩვეულებრივმა FPV უპილოტოებმა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ უკრაინა კვლავაც დიდ ინვესტიციებს დებს ამ დრონებში. დღევანდელი მდგომარეობით ის აწარმოებს და ყიდულობს უფრო მეტ მძიმე ბომბდამშენს, ვიდრე ოდესმე. და როგორც ღობის ბოძის ბომბი აჩვენებს, უკრაინა პოულობს კიდევ უფრო ეფექტურ გზებს მათი გათი გამოყენებისთვის, რაც ანეიტრალებს რუსეთის თავდაცვას და მტერს კიდევ უფრო საშიშ პერსპექტივას უქმნის მომდევნო კვირებსა და თვეებში. ამ ყველაფრის გრძელვადიანი შედეგები შეიძლება უზარმაზარი იყოს. მაგალითად, ამ ახალი იარაღის გამოყენებით რუსული შეტევითი ჯგუფებისთვის მნიშვნელოვნად გაძნელდება ტერიტორიის დაკავება და შენარჩუნება. ეს უკვე წარმოუდგენლად რთულია. სწორედ ამიტომ იღუპება ამდენი რუსი ჯარისკაცი და კრემლის საომარი მანქანა ბევრ რეგიონში ჩერდება ან უკანიხებს. მაგრამ სულ მცირე წარსულში, როცა რუსულ ჯარებს დასახლებაში შეღწევა გამოსდიოდათ, მათ შეეძლოთ დაედგათ გარკვეული თავდაცვა, რაც რეალურ შანსს აძლევდათ გამაგრებულიყვნენ და დაეცვათ თავიანთი პოზიცია, რათა შემდეგი შეტევებისთვის საყრდენ პუნქტად გამოეყენებინათ. ჰობის ბოძის ბომბი ყველაფერ ამას შეუძლებელს ხდის. ეხლა თუნდაც რუსეთმა მოახერხოს დასახლებაში შესვლა და რამდენიმე ბუნკერის ან ორმოს მოწყობა, უკრაინას მხოლოდ ის დარჩენია, რომ რამდენიმე ღობეზე დამაგრებული ბომბი გაუშვას, რათა ან ყველა გაანადგუროს, ან გადარჩენილები უკან დახევას აიძულოს.
ეს კი თავის მხრივ შეიძლება ახალ შესაძლებლობებს გაუხსნას უკრაინას, რომ თავადაც მიაღწიოს ტერიტორიულ წარმატებებს. და როგორც ჩანს, ეს უკვე ხდება, რადგან რუსი ჯარისკაცები ტელეგრამში ავრცელებენ უამრავ ცნობას იმის შესახებ, რომ უკრაინის ახალი დრონ-ბომბები თავშესაფრების სახურავებს ხრედნენ და საფრთხეს უქმნიან იმ ადგილებს, რომლებიც ადრე შედარებით უსაფრთხოდ ითვლებოდა. ნიშნულოვანი აღინიშნოს ისიც, რომ ეს ღობის ბოძის ბომბი შეიძლება სხვაგანაც იქნას გამოყენებული ფრონტის ხაზისგან მოშორებით. უკრაინა მაგალითად შეიძლება გადაწყვიტოს, რომ თავისი იაფასიანი ბუნკერს სამტროი ბომბები გამოიყენოს იმ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასასმელად, რომლებიც რუსეთმა გამაგრებას დაუქვემდებარა. ისინი შეიძლება ჩამოაგდონ ნავთობის ტერმინალებზე, საბრძოლო მასალის საწყობებზე, ანგარებზე, სასაწყობე შენობებზე და სარდლობის პუნქტებზე. ადგილები, რომლებმაც წარსულში ერთმიმართულებიან დრონულ დარტყმებს გაუძლეს, შესაძლოა ვეღარ გაუძლონ ამ გამჭოლი ბომბების უფრო ღრმა და მომაკვდინებელ ზემოქმედებას. და უკვე ითქვა, რომ უკრაინამ ამ საბრძოლო მასალის მასობრივი წარმოება დაიწყო. შეიძლება მხოლოდ დროის საკითხი იყოს, სანამ ათეულობით თუ არა ასობით ბუნკერ-სამტროი ბომბი რუსულ სამიზნეებს რუკიდან უპრეცედენტო ეფექტიანობით არ გააქრობს. ეს ისაა, რაც უკრაინას ყველაზე კარგად გამოსდის. ამისთვის მილიარდობით დოლარის ბიუჯეტი არ სჭირდება. არც მსოფლიოს უდიდესი სამხედრო ტექნოლოგიები სჭირდება. უკრაინამ დაამტკიცა და კვლავ ამტკიცებს, რომ მეტისმეტად კარგად შეუძლია მტერზე აჯობება, მასზე უკეთ მოქმედება და ჭკუით გადასწრება, როცა შედარებით მარტივ იდეებს წარმოუდგენელი ეფექტით იყენებს. ღობის ბოძის ბომბში არაფერია რევოლუციური. ის უხეშად გამოიყურება იმ დახვეწილ საბრძოლო მასალებთან შედარებით, რომელსაც მსოფლიოს მთავარი სამხედრო ძალები იყენებენ და მისი დამზადება ნამდვილად დიდ ფულს არ მოითხოვს. თუმცა უკვე ამტკიცებს, რომ გაცილებით ეფექტური და გავლენიანია, ვიდრე ბევრად უფრო რთული და ძვირადღირებული ალტერნატივები, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ზოგჯერ ბრძოლის ველზე ყველაზე მარტივი იდეები ყველაზე გონივრულია. ეხლა შეგიძლიათ კიდევ უფრო მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ იძენს უკრაინა ძალას და როგორ ანადგურებს რუსულ ძალებს ფრონტის ხაზზე ამ ვიდეოში. ან ნახეთ ეს ვიდეო, რომ ნახოთ როგორ უხსნიან კიევის ძალები გზას ყირიმის სრულ გათავისუფლებამდე, მას შემდეგ რაც რეგიონი 10 წელზე მეტია რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. და ბოლოს არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ მიიღოთ მეტი მსგავსი კონტენტი.